წამალი, რომელიც შენს ცხოვრებას სამოთხედ აქცევს. მომეწები სადაც არ ვარ მე ყვავილებიდან აღმული მთავარ როცა მთავარ გამზირზე ვდგავარ პოლიციელების ალყაში მონუმენტს ვგავარ გემს ამ ზღვაში ვინ განაგებს წარმოიდგინე პატარა აბი, რომლის მიღების შემდეგ ყველა შენი ოცნება რეალობად იქცევა. პოპულარობა, ძალაუფლება, ფული, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსია. ამ ყველაფრის საფასურს სხვა იხდის. აბის მიღების შემდეგ რაღაც ტრაგიკული მოხდება. მაგალითად ომი დაიწყება, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს შეიწირავს. შესაძლოა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მილიონობით ადამიანს მშიერს დატოვებს. თუ გადაწყვეტ აბის მიღებას, შენს ოცნებებს რეალობად აქცევ, მაგრამ მილიონობით ადამიანს შეიწირა. შენი პირადი ინტერესების გამო. პოლიტიკოსები, რომლებიც უზარმაზარ ქონებას ფლობენ, მაშინ როცა ძლიერად 3 მილიონზე მეტი ბავშვი შიმშილისგან გვხვდება. პარლამენტში ბრიონის კოსტუმები დადიან, მაშინ როცა 300 მილიონზე მეტ ბავშვს ჩასაცმელი არ აქვს. დამამცირებელი ხელფასები, მაშინ როცა პოლიტიკოსების ნაწილი ძლიერად მილიონებს შოულობენ ჩვენს ექსპლუატაციაზე. ომი არ იწყება, არამედ იგეგმება. გეგმავს ის, ვინც ამაში დაინტერესებულია. ვიღაცისთვის ომი არა ტრაგედია, არამედ ბიზნესია. დაგვაჯერეს, რომ პოლიტიკა ხალხისთვისაა და პოლიტიკოსი ხალხის მსახური. არა, პოლიტიკა ძალაუფლება და საკუთარი ინტერესების რეალიზაციის გზა. ყოველი მათი გადაწყვეტილება დაფუძნებულია მათ პირად ინტერესზე, რომელმაც შესაძლოა მილიონობით სიცოცხლე შეიწიროს. მათი პირადი ინტერესების გამო.